აბა ჩემო ჯიგრებო დღეს ბავშვების დღეა, ბავშვების მთხოვეს რომ იქნებო ისაო საბავშვო სოსისზეო რამე დეგუსტაცია გააკეთო რა და აი მეც გადავწყვიტე რომ აი აგროჰაბის ჯუნიორი დეგუსტაცია ექსპერტიზა ჩავატარო და ცოტა მოწყენილი კი ვარ, იმიტომ რომ დღეს აბი გლუკოზა არ გვექნება და ამის მაგივრად მოგვიწევს რაღაც იუპის ალუბლის წვენის დალევა. მაგრამ დავიწყეთ ახლა. შევიძინეთ აი ესეთი სოსისი, აი ეს სოსისი არის ჯუნიორი, სოსისი ჯუნიორი. აგერ ჩემო ბატონებო. რომლის ფასიც არის 32 და 50 თეთრი კილოგრამი და 18 და 53 აი ეს შეფუთვა კონკრეტულად. კარგად დაუწერია ზემოდან რომ დამზადებულია ნედლი ხორცისგან. გადავხედოთ რა ხდება ამ ინგრედიენტებში. როგორც ჩანს ახლა ამის წაკითხვა ჯერ კიდევ შესაძლებელია და უცებ, ესე იგი, ქათმის ხორცი ყოფილა 30%, საქონლის ხორცი ყოფილა 30%. კარგია რომ რაღაც გამოცალკავებულთან, ბუმბულთან, ჯანდაბასთან და ოხრობასთან ვარ გვაქვს საქმე. ეს უკვე კარგია და მე გავყვეთ კარაქი, მზესუმზირი ზეთიო, მზესუმზირი ზეთი მაინდა-მაინც არც თუ ბავშვებისთვის, დიდებისთვისაც არ არის მაინდა-მაინც სასარგებლო. ძის ფხვნილი, კომპლექსური საკვების დანამატი, ფოდიფოსტატი, ფრუქტოზა, ლაქტოზა, მოკლედ ფერმენტირებული ბრინჯი. აი ეს რა არის ფერმენტირებული ბრინჯი? ნუ არ ვიცი, გადავიკითხავ მე და კიდევ ანტიოქსიდანტი და რა ვიცი 1000 კიდე რაღაც მჟავა და 1000 ამბავი. ბოლო ვნახოთ კარმინი ცხვრის ნაწლავის გარსი გამოიყენება საკვებად. აი ეს კარგია რომ არ არის ცელოფანი და რაღაცა ჯანდაბა ოხრობა. ეხლა მოდი დავიწყოთ მაინც გადავიდეთ ეტაპზე რომ მოვხარშოთ. ჩაუშვათ ჩვენი ჯუნიორები, ესე გამოიყურებია, აი ესე ბავშვებო, ბავშვებისთვის და ვნახოთ ერთი როგორ იქნება ეს ჩვენი ჯუნიორები. მოვათავსოთ ჯუნიორები ქვაფში და ვადუღოთ დაახლოებით 7-8 წუთი. აბა სანამ ჩვენი სოსისები ათუხთუ ხდება, მანამდე გადავხედოთ აი ამ წვენს. იუპი, ამ წვენში ჩვენ გადავიხადეთ 2 ლარ ნახევარი. ნუ ამას როგორც წესი, ამას დაჭირდება აუცილებლად ლუპა. ცოტა დიდად რო დააწერმან ხო გამორიცხულია. ვარიანტი არ არის. დედა აქვს დაფიცებული, დედა ეტყობა და დედიკო მოუკვდებათ რომ დიდად დააწერონ და ამიტომ აწერენ ესე პატარად. კარგი, გავხედოთ აბა, გავხედოთ. ესე იგი ეს ყოფილა ალუბლის რაღაც გულტიხილის სასმელი. 5 ვიტამინითო. მაგრამ საინტერესო რაც არის, ხილის შემცველობა არანაკლებ 12%. წარმოიდგინეთ ახლა აი რაღაც 1 კილოში ხილის შემცველობა არის მხოლოდ 12%. რეალურად 1/100 და ეს უკვე ძალიან ცუდია. და მე მოყვება რა თქმა უნდა შაქარი კონცენტრატისგან, ხო ვაშლის კონცენტრატი, ალუბლის კონცენტრატი, კიდევ რაღაც კონცენტრატი და კიდევ რაღაც კონცენტრატები. ნუ ეს გაძეძგილია კონცენტრატებით და ამას საბავშვო ჩემოკარგებო მარტო აქვს ნახატი. თორე დანარჩენი არამც თუ ბავშვისთვის, მე მგონი დიდისთვისაც არ უნდა იყოს სასარგებლო. ხო, ასევე შევიძინეთ ესეთი იოგურტი, სანტესი, ლოკო მოკო. ბატონებო, ლოკო და მოკო. ხო, ახლა ამ ლოკო მოკოს მე მგონი არამც თუ ლუპა ამას ჰაბლის ტელესკოპით უშველის ისე წვრილად აწერია ყველაფერი. ესე იგი აი ლოკო მოკოს არ გვიშველა მაინც ლოკო მოკო იოგურტი ატამი 1.5%-იანი ცხიმიანობით 110 გრამი. ძის ხილის პასტერილიზებული დანამატი ატამი 7%. ხო, ნუ საოცრება არა რომ ატამი რისგანაც არის აქვს 7%. აქაც რომ მივყვებით შაქარი, მაქარი, ძის ფხვნილი, რაღაცა, აქეთ-იქეთ, მოკლედ ამასაც მარტო იოკო მოკო, შმოკო, კოკო ახატია და აქედან სურათით არის საბავშვო. თორე ისე არც ეს არ არის მაინდა-მაინც ნატურალური. ხო, ახო ჩვენი სოსისები თითქმის ამოთუხთუხდნენ ამ დროში. ეს პური შევიძინეთ, გავხსნათ მანამდე, პატარა თეთრი პური. რომლის ფასიც არის 80 თეთრი. რამოდენიმე ნაჭერი გავჭრათ პურის.
აი ჩვენი სოსისებიც თუხთუხებს და გადავიდეთ ახლა ჩვენ თავარზე. დავა დეგუსტაციოთ ჯუნიორის სოსისები. ესეთი შეხედულება აქვს ჩვენ სოსისებს. აი ესეთი. მოგლეთ ეს ახლა გამოვცოთ ჩვენ და ცხლად იყოს. დოგვი არ გვაქვს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ დღეს ბავშვების დღეა და ამიტომ უფრო ისეთი ბავშვური რაღაცები მოვიტანეთ და აბა მოდი დავიწყოთ დაგემოვნება ჯუნიორის. არც ერთი სხვათა შორის არ გასკდა, ეს კარგია. მოკლედ და ამგვარად. ესე იგი, ისინი არ აქვს მიცემული ციცაკა და რაღაცები და ეს სწორიც არის, იმიტომ რომ ახლა ბავშვებს ციცაკას ამ სუნელებს და იმებს არ აძლევენ და გასაგებია. ზედმეტად მშრალია, გასაგებია რომ საქონლის ხორცი შეიძლება აშრობს, მაგრამ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება, მე ახლა იმას ისეთ ექსპერტიზას როგორც ვიტყვიან იმისი სამხარაულისას ვერ ჩაუტარებ, მაგრამ ძროხის ხორცი არ იგრძნობა რა. უფრო მეტი ქათმის ხორცის გემო მოდის. ფერზეც არ აქვს ის ფერი, რომ ამაში 30% ჩემი აზრია, 30% იყოს საქონლის ხორცი. რაც შეეხება თვითონ გარეკანს, გარეკანი არ არის ცუდი. აი რა ვთქვათ, იცით? პრაქტიკულად გარეკანი იგივეა, რაც აქვს ივერიას სოსისი. აგროხავს არაფერი შიგ თავსი და ფარში არის გამომშრალი, ძალიან შრალია და ნუ ეს ყველაფერი ეს სიმწარე და ისინი მოხსნილი აქვს რა. და კიდევ ერთხელ რა ქათმისკენ მიიწევს და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს ფასი 32 და 50, მაშინ როდესაც ქათმის ხორცზეა საუბარი, ჩემი აზრით ძვირი არის რა. ძვირი არის საქონლის ხორცი რო იყოს, არ არის ძვირი, იმიტომ რომ ამის 40 ლარი გახდა კილოგრამი და ბილი ხორცი. მაგრამ მაგთან ნახეთ ჩვენ რომ ხორცი საერთო ჯამში 60%-ია დანარჩენი დანამატები, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ეს არის საერთო ჯამში ქათმის ხორცი ჭარბობს და იქ 30% საქონლის ხორცი არ არის. ან თუ არის რამდენად ნედლია, რამდენად ანის ქათამიანედლი, ვერ გეტყვით, წარწერაზე აწერია, კი ბატონო, მაგრამ რაღაცა ის ქართული ხორცის იმის გემოები არ ხვდება რა. არა, აი რაღაც უფრო მაინც გაყინული ხორცის თემაა რა. მოდი ახლა მაინც გავსინჯოთ ეს ჩვენი ლოკო მოკო. ნახოთ ერთი ატამის არის, მაგრამ ნუ რა სამწუხაროდ უნდა იყოს ატამის შიგნით მხოლოდ და მხოლოდ არის გჭირდოთ მანამდე. ატამის შიგნით არის მხოლოდ და მხოლოდ 7%. ლოკომოკოზე შემიძლია გითხრათ, რომ პირდაპირ იგრძნობა ეს ესენციასა, რო იტყვენ ხოლმე რა ის. არა ბუნებრივი ხილის, არამედ აი ამ ესენციის რაღაც გემო. რა თუნდა შევაფრთხო, საშუალო რაღაცა რა. აბა ეხლა იოკომოკო ის იყო. ეს არის იუპი-მუპი, გავსინჯოთ. ნახოთ ერთი. ჯერ ნახეთ, ეს ალუბლის იმას ასეთი ფერი არ უნდა გქონდეს რა. მოდით ნახეთ რა არის. ეს რა ფერია შეხედეთ. ეს რა არის? რაღაცა ამღვრეული იმის ფერია. კაი. მოკლედ. ეს ნამდვილად არ მომეწონა. არ მომეწონა და რა ვიცი, მინდა ახლა უთხრა და მივმართო ყველას, მით უმეტეს სახელმწიფოს რა. თუ რამეს აი ესეთი რაღაცები ახატია და საბავშვო ქვია და საბავშვოსთან ახლოსა და ბავშვი შეიძლება მოეწონოს და იყიდოს, უნდა იყოს უმკაცრესი კონტროლი რა. ესეთ რამეებზე, იმიტომ რომ
ბავშვი თავიდანვე რომ არა ჯანსაღად იკვებება, იმიტომ მე ამდენი დაავადება, ამდენი უბედურება, ამდენი რაღაცა. ამიტომ ეხლა რა ვიცი, მე პირადად ხო ვერც ამას ურჩევ. ვერავის და ჩემ შვილებს და ახლობლებს ვერ დავალევინებ და ვერც ამას ურჩევ ნამდვილად. რაც შეეხება გადავიდეთ სოსისზე. სოსისზე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ნორმალურია, საშუალოა, რა თქმა უნდა, სიმწარეები და ისინი მას არ უნდა კონდეს. და ნუ დანარჩენი კიდევ ერთხელ ფიქრობ, რომ ხორცის ნაკრებია, საქონლის ხორცი არის შიგნით ნაკლები. და აქედან გამომდინარე ის ფასი, რაც მას ადევს, არის საკმაოდ ძვირი. აი ბოლოს ერთიც გადავკაცონოთ და თუმცა ხორცის სტრუქტურა იგრძნობა. ეს არის მთავარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენად ქართული ხორცით არის, თავს მე ვერ დავდებ, ზედ უწერიათ, ესე რომ ნედლი ხორცისგანო. და აი ამაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ხორცის სტრუქტურა იგრძნობა არ არის ეს ახლა არ მინდა ზოგიერთი ისინი დავასახელო აი ეს განცალკავებული რაღაცებით რო აკეთებენ ქათმის და იმითი რო აი შეჭმაც აი ჭამაც კი ამას რზენია რა და აი რაღაცა გაფაფავებულია ბოლომდე რო აი რაღაც აი იოგურტი რო არის ეგრე ერთ დონეზეა დაყვანილი რო აი ვერ მიხვდე ვერაფერი ვერ იგრძნო და გაძეძგილი იმითი რაღაცა უაზრო სუნელებით რა რომ რამენერად ის ცუდი ხორცის გემო დააკარგინოს და ამ შემთხვევაში არა ამ შემთხვევაში შემგვიძლია ვთქვათ რომ ხორცის გემო იგრძნობა არის საქონლის ხორციც არის უბრალოდ ჩემი აზრით 30% არ არის რა მოკლედ ეს იყო დღეს ჩემო კარგებო რაც იყო ხო და მოგწერეთ კიდე აბა ჯიგრებო რა რეცეპტი რომელი სოსისი იქნება კაბაბი იქნება ხინკალი იქნება თუ რომელი პროდუქტის დეგუსტაცია ექსპერტიზა გაინტერესებთ და როგორც ყოველთვის ხვალით გვენდა კისერი აგერ ჩემი კომენტარები მოწონებები და გაზიარებებიც არ დეივიწყოთ ბავშვებს კიდე სიცოცხლე ჯანმრთელობა და ისეთ ქვეყანაში იცხოვრონ სადაც მათზე ზრუნვა იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი სამწუხაროდ დღეს ამითი ამას ვერ ვიტყვით ვერც ამაზე ვერ მოვიკლავთ თავს იმიტომ რომ ფიქრობ ამ ფასში ჩვენ ბავშვებს უფრო უკეთესი და უფრო ჯანსაღი და გემრიელი საკვები ეკუთვნით თუმცა ამ მოცემულობაში ეს სოსისი ამათ ყველაფერს 10 თავით ჯობია